როგორც შევთანხმდით, ჯობს დიდი სურათი დავიწყოთ, თუნდაც იმის გამო, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყოველთვის იყო თვითმკმარი კულტურული გაგებით, პოლიტიკურ ნაწილში ბევრი რამ მისი წარმატებას და წარუმატებლობასაც განაპირობებდა ხოლმე ის დიდი გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელიც იმ მომენტისთვის მწიფდებოდა. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი იყო ჩვენს წინა გადაცემაში დავით აღმაშენებელთან დაკავშირებული მთელი შენი მიმოხილვა, რომელიც სწორედ იმდროინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებას ასახავდა. დღეს რა ფაზაშია მსოფლიო, ჩვენი რეგიონი და შემდეგ საქართველო? საღამოშიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. საქართველოს ისტორია ვავიღოთ ახლა რაღაცა აქსიომები აქვს ჩვენს ისტორიას, ისე როგორც ზოგადად კაცობრიობის ისტორიას. და ყველა ერთს თავისი რაღაც ფორმულები აქვს ახლა. საქართველო აღწევდა მაშინ წარმატებას, ბატონ გიორგი, როცა ის რაღაცა დიდის ნაწილი იყო. და ეს რაღაცა დიდი როგორც წესი იყო დასავლური ცივილიზაცია, ჯერ ანტიკური სამყარო, ბერძნულ-რომაული სამყარო, ამერე ქრისტიანული სამყარო. როგორც კი საქართველო მარტო რჩებოდა და თავის მარტოობაში მისი არსებობის საკითხი დგებოდა, როცა მოწყვეტილი იყო იმ დრიტას, რასაც დასავლური ცივილიზაცია ქვია, უფრო გავამწვავებ ახლა ჩვენ ნაწილი კი არ, ჩვენ საფუძველი ვიყავით, ბალავარი ვიყავით. პრინციპს ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ და ეს ისტორიული საბუთებით შეიძლება გავამყაროთ ყოველგვარი გადაჭარბებისა და აჩემებების და დაბრალებების გარეშე. დასავლური ცივილიზაცია შექმნილი არის ორი ცივილიზაციის მიერ, ქართველური და ელინური, ბერძნული. მერე არის ზედნაშენი რომი, შუა საუკუნეები, ქრისტიანული სამყარო და ასე შემდეგ. ამის შესახებ ჩვენ ქართული წყაროები არ აგვაქვს, რომ ეს ასეა, მაგრამ თავარი წყარო, რაც არის საერთოდ ევროპული ცივილიზაციის და ცოდნის წყარო, რაც არის, თვითონ ბერძნები აღიარებენ ამას, რომ ისინი ლამის ტყუპის ცალები იყვნენ კოლხებთან ერთად, კოლხურ სამყაროსთან ერთად და ამას ადასტურებს თუნდაც ბერძნული მითოსი, რომელიც ბევრჯერ მithქვამს, მაგრამ უნდა გავიმეოროთ, იმიტომ რომ გამეორება ცოდნის დედა არის ნათქვამია, ხო? მით უმეტეს დღევანდელ საქართველოში, სადაც ინტელექტის პრობლემა არის სერიოზული. და ყველაფერთან ერთად იმდენად ამბიციური განაცხადია თავშინა არსით, რომ რაღაც დადასტურებადია ეს არის დადასტურებადი ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი, ნებისმიერი ისტორიკოსი, ნებისმიერი თან მარტო მე კი არა ვარ ამ საქმეში, სხვაებიც აღიარებენ და უცხოელებიც აღიარებენ ამას, როცა სიმბოლიზმი, ბერძნული მითოსის არის ის, რომ მეფე მინოსი და მეფე აიეტი არიან მოყვრები, სიძე, ცოლის ძმა, მორჩა და გათავდა. ხო? ამას ვერავინ ვერაფერს ვერ უზამს რა, ხო? როგორ შეიძლება ახლა ეს მოგლიჯო და გადააგდო სადმე, ან თქვა რომ მაგ იმასე არ არის, ვერავინ ვერ იტყვის ამას, ეს არის ფუნდამენტი. ხო? და როგორც კი მარტო ვრჩებოდით ჩვენ ცივილიზაციის, ჩვენს მიერ შობილი ცივილიზაციის მიღმა ვრჩებოდით, მაშინ დგებოდა ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხი, კერძოდ ბოლო ასეთი განსაცდელი ჩვენ დაგვემართა, როცა დაეცა კონსტანტინოპოლი. და მოუწყდით იმ კულტურულ, ცივილიზაციურ და პოლიტიკურ სივრცეს, რასაც დასავლეთი ერქვა. დღევანდელ საქართველოში სამწუხაროდ მიდის პროპაგანდა არაფერზე დამყარებული, მხოლოდ და მხოლოდ უვიცობაზე და უმეცრებაზე დამყარებული, რომელიც არის დამახინჯებული რუსული, ჯერ თვითონ რუსული პროპაგანდა მახინჯი და მისი ქართული ვერსია, უბრალოდ ქოცური ვერსია, აბსოლუტურად მახინჯი არის, ხო? რომელიც გვეუბნება, რომ აი ჩვენ ვართ, რა საქმე გვაქვს ჩვენ დასავლეთთან და როდის ქონია. და იმას კი არ ამბობენ ახლა, რომ რუსეთი კარგია და დასავლეთი ცუდი, არა, ამდენ ტვინი აქვთ. ამბობენ, რომ ორივე ერთნაირად ცუდია. ისიც ცუდია, ესეც ცუდია.
ირანი ცუდია, მაგრამ ბიზანტიაც ცუდია, რომის თუმცა მე მგონი ეგ ფაზაც უკვე გავიარეთ, იმიტომ რომ არ ვიცი რა გავიარეთ, არა, გიორგი. შორის უკვე არის მე და შენ არც კი შეგვივლია მან, რომლებიც რუსულ სიკეთეებზე უფრო თამამად და თამამად საუბრობენ სხვადასხვა პლატფორმაზე. მაგ საქმეში მე ოპტიმისტურად არა ვარ განწყობილი, იმიტომ რომ არის მთელი მედია საშუალებები, ინტერნეტ საშუალებები, სადაც ისეთ რაღაცებს ბოდავენ, რომელსაც საკმაოდ ბევრი მაყურებელი ყავს, გიორგი, აი მაგალითად ამასინათ მოვისმინე ერთ-ერთი ასეთი მბოდავი საუბრობდა რომ ჯვაროსნული ლაშქრობა რომელიც კოცებში ცუდათაა შეფასებული ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყვეს სიონისტებმა და ანგლოსაქსებმა ხო გადააწყდი ახლა ვიღაც უმეცარე ამას რო უსმენს იმიტომ საერთოდ ყველა თავის გემოვნებით თუ რა ტელევიზიასაც უყურებ ისახარ რას უსმენ ისახარ რა საერთოდ რა ხო ახლა ვიღაც უმეცარე და ასეთი ვიღაც უმეცარე არის ასეულობით და ათასეულობით გაიგო რომ თურმე ჯვაროსნული ლაშქრობა რომელიც 1095 წელს დაიწყო ურბანუს მეორემ სიონისტების და ანგლოსაქსების დაწყებული არის სიონიზმი არის მე-19 და მე-20 საუკუნის პროდუქტი აბა ჩვენ საერთოდ გადაცემაც გვქონდა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე ხო ანუ ეს ერთი ტყუილი მეორე ანგლოსაქსებს ემტერებიან, აი ქოცები ემტერებიან ანგლოსაქსებს, როგორც რუსები აქტიურაჩებიან. გენეზისი ის არის რა, ხო? ანგლოსაქსები მაშინდელი გიორგი 1066 წელს ინგლისი დაიპყრეს ნორმანებმა. და ეს საწყალი ანგლოსაქსები იყვნენ დამორჩილებული ხალხი. მაშინ მორჩილი ხალხი იყვნენ და გენიალური რომანები დაწერილა ამის შესახებ, ვალტერ სკოტის რომანები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ვიღაცა უმეცარე გაბოღმილი ლუზერი ცხოვრებაში ამბობს, რომ ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყვეს ებრაელებმა და თან სიონისტებმა და ანგლოსაქსები, რომლებიც დამორჩილებული წელში გაწყვეტილი ხალხი იყვნენ, ახალი გადატანილი ჰქონდათ ჰასტინგსის მარცხი, სადაც მათი მეფე ჰარალდი დაიღუპა და ძველი ანგლოსაქსური ინგლისი დამარცხდა და განადგურდა. ეს მარტო მათ უმეცრებაზე მეტყველებს, თუ მათ შეიძლება ეს იციან, მაგრამ ეს ვინც მოყვა აშკარად არ იცის რა, იმიტომ რომ ცოდნები მანდამეც ბევრი არ აყავთ. აქა-იქ ვიღაცა გამოერევა, მაგრამ ის ვიღაცაც ისეთ რაღაცებს გაუბე. ამათ ხო აქვთ მენიუ აქვთ თავისი რუსეთიდან გადმოტანილი. ერთი და იგივე იდეა არის სრულ კომპლექტში თუ იტყვი რომ deep state-ი გვებძვის, ანგლოსაქსები გვებძვიან, ებრაელები გვებძვიან. არის ხო ერთი გადაცემა ერთი კაცი არის უბერავს რომ იერუსალიმი მოგპარეს ჩუმად ებრაელებმა და გადაიტანეს პალესტინაში თორე სინამდვილეში იერუსალიმი არის უფლისციხე და რამოდენიმე 10,000 ნახვა აქვს ხო ამ პრეისკურანტში შედის რომ დედამიწა ბრტყელია ამერიკელები მთვარეზე არ დამჯდარან შემდეგ ესა რა ვიცი ასეთი რაღაცები ხვლიკები აი ვინძორების დინასტია სინამდვილეში არიან ხვლიკები რეპტილოიდების თეორია ინგლისის დედოფალი არის გადაცმული ხვლიკი არის ასეთი ხალხი საქართველოში და ზომაზე მეტი არ მადლობა ღმერთს დიდება უფალს უმრავლესობა არ არის მაგრამ აი ეს ჭაობი არის რა ჭაობი არის და საშუალებები აქვს ახლა ინტერნეტს მოაქვს სიკეთეც და ბოროტებაც რა და ხარისხიანიც მოაქვს მაგრამ უხარისხოც ბევრი არის და ძალიან ბევრი ადამიანი არჩევს უხარისხოს რა და მიჩერებიან ამას და სექტად არიან უკვე გიორგი ჩამოყალიბებულად ჩვენ ახლა ქართულ ოცნებაში და დაპირისპირებები რო არის ახლა ჩვენ რა სტადიას უყურებთ იცი ხალხსნიან გადაიყვანენ მოძრავი სამინისტროები მომთაბარეობა დაიწყეს რა დიდი თურანის ველი ხო კაცი მიდის მიყვება სამინისტრო მიდის სადღაც ახალ სამინისტროს ჩვენ ვხედავთ იქ ახლა კალოშიანებისა და უკალოშოების ომს რა შიგნით ბიზნეს კარზე იმიტომ რომ სხვა იქ გამჭერებელი აღარ არის არა და სულ ასე არის რა აი ეს მისი გემოვნება ამაში ახლა რაც შეეხება ბიზნეს ფენომენს ხო ახლა აგერ
აგერ გითხეს რომ სიწმინდეები უნდა დავიცვათ და სიწმინდეებში გადის ბიძინაც. ისე გილოცავთ ძვირფასო ქართველებო მივიღეთ პირველი ცოცხალი წმინდანი, იმიტომ წმინდანი ხდება ადამიანი ეს კანონიკურადაც ასეა, ეკლესიურადაც ასეა, წმინდანი ხდება მარტო გარდაცვალების შემდეგ ადამიანი, იმიტომ რომ ცდუნება ადამიანს სიცოცხლეში ბოლო აქვს, ბოლომდე მთელი ცხოვრების განმავლობაში აქვს და მთელი ცხოვრება შეიძლება წმინდანივით იცხოვროს და ბოლოში არ ეზიაროს, არა ეშმაკს გაურიგდეს და ჩვენ მივიღეთ ცოცხალი წმინდანი. აი გვიცხადებენ რომ ბიძინას ცუდის თქმა არ შეიძლება. კი ბატონო, არ შეიძლება. მოდი დავარქვათ ის, რასაც ეძახიან თვითონ კოცები. არის მხსნელი, ხო? იყოს მხსნელი. დავარქვათ ბიძინას სოტერი, მაგალითად. მხსნელი. ზევსის ატრიბუტიკა, არ კერავნოსი, ელვა. ხო რას ვაშავებთ რამე ზამას ხوار დაგვიბარებენ არა კაცო ხსნელი და მაგალითად შევქნათ მითი ჭირდება ბიძინას ბავშვობას ჭირდება მითი ახლა მაგალითად მოსე ჩამოატარა ნილოსმა კალათით სარგონ აქადელი ევრატმა ჩამოატარა ბიძინა კალათით ჩამოატარა ყვირილამ რატომაც არა ვინ შეგვედავება რო და აი ესენი ვინც სიწმინდეების მცველებია გრაალის და აი ბიძინა დავხატოთ მაგალითად გრაალის თასი რო უჭირავს ხელში ხო იმიტომ რომ გრაალს ვერ მიაგნო ვერავი თუმცა არის ცნობები ჯვაროსნების ერთი ნაწილი იძახიან დავით აღმაშენებელს ამ თიკუნს ანიჭებენ რომ გრაალს იცავს მაგრამ დავითს არ მიუგნია არა გვაქვს ცნობა აი ბიძინას დავაჭერიოთ ხელში იმიტომ მიგნებული აქვს დავხატოთ პლაკატი ბიძინა გრაალით ხელში რატომაც არა მე მომხრევარ ძვირფასო კოცებო წმინდა ბიძინა ნეტარი ხო სოტერი აი სოტერი მომენტ ბიძინა სოტერი რატომაც მხსნელი კი ხო გადაგვარჩენ თან მარადიულია უკვდავია ხო საქართველოს ესე დავით აღმაშენებელის სიკვდილი გადაიტანა ამ ქვეყანამ და ღმერთმა 7872 წელი აცხოვროს რისთვისაც იბძვის ბიძინა და რაღაცებს იგონებს და ყუდიანებს არ იკლებს და ისა ხო ჯანმრთელობას უსურვებ მან უნდა ნახოს წარმატებული საქართველო აუცილებლად მაგრამ ესენი გვეუბნებიან რომ ამის გარეშე საქართველო არ არის და ჩვენ მივიღეთ უკვე პლაკატი რომ ზვიადი და მერავი ბიძინა არის ზვიადის და მერაბის ფონზე. იქ კიდე სახეები ჩანს დავითის და ილიასი. ისე გილოცავთ ელიაობას და ილია მართლის მადლი. ორივე წმინდანი ფარავდეს ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ხალხს და საქრისტიანოს სრულიად. ხო? აი ისენი ჩანს კიდე იმასაც დახატავენ მალე. ესენი არის კერპთაყვანის მცემლები. ქვაბულის ხალხი, გამოქვაბულის ხალხი. აი ესენი ახლა ხო ქმნიან ამ რაზმებს რაღაცა ისე მაინტერესებს ძვირფასო მეგობრებო ბიჭებო აი პირდაპირ მოგმართავთ ვიღაცებს გალახვას აპირებთ აშკარად ხო იმიტომ რომ კანონსო დავარღვევთო არ ვიცი ახლა ნეტარი ავგუსტინეს უფლის ქალაქი თუ აქვს წაკითხული არ ვიცი შეიძლება აქვთ არ გამოვრიცხა ძალიან მე სასწაულები ყოველთვის ხდება მე არ გამიკვირდება რომ აი ეს რაგვარია მეთაური მათი ბელადი ის მოჭიდავთ მაგრამ ნეტარ ავგუსტინეს იცნობს გიორგი ქართველიშვილი იცნობს კი როგორ არ იცნობს ალბათ ხო მაგრამ მი გიორგი ქართველიშვილის გარდა მე სამი თეატრის მაგრამ ერთი რჩევა მაქვს ახ თქვენ ხო ქართველები ხართ ღირსე ქალს ხوار დაარტყამთ ხელს ამიტომ გარდა ბიჭების რაზმებისა ქალთა რაზმებით შექმნით რომ შესაბამისად ვიღაცა გოგო ან ქალი რო იქნება გასალახი ქალები მიუშვით იქ რატო ეგ საქმე უკეთებიათ კაცების მეშვეობით უპრობლემო არა ესენ ქართველები არიან გიორგი ასე ნუყურებ ხო ესე ღირსეული ქართველები არიან კაცო რას ლაპარაკო არა ჩემი რჩევაა რომ ქალთა რაზმი თან იქ ერთი-ორი ქალი იჯდა მათ პრესკონფერენციაზე და აშკარად მოწადინებულები არიან რომ ვიღაცები გალახონ იმათმაც ხო აიტო მიფიქრეთ ამაზე ხო ისეთ მეგობრული ბჭყალებში მაგრამ მოვალეობა მაქვს ასეთი როგორც ჩვეულებრივი ადამიანის ამ ქვეყნის მოქალაქის და ბოლოს ვცდილობ რომ მორწმუნე ვიყო და ქრისტიანი ვიყო ისე გირჩევთ ბიჭებო რომ შარში ხართ გახვეული ბიძინა თქვენი დამცველი არ არის და რაღაცები რომ გამოიცვლება თქვენ ეს პატარა ქვეყანაა ყველა ერთმანეთს ვიცნობთ რა
და ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ ღიად განაცხადეთ დეკლარირებულად, რომ კანონის დარღვევაზე აპირებთ წასვლას. ვინც მაგი შეგაქმნებიათ და ვინც თქვენი ის არის ახლა კურატორი, ხო? იმას მალე ალბათ დაიჯერენ, ან გადააყენებენ, ან სახლში გაუშვებენ უკეთეს შემთხვევაში, ხო? ფრთხილად იყავით. გუბას შენ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე გაქვს ხელი მოწერილი და იმის შემდეგ როგორც განვითარდა ქვეყანაში მოვლენები რუსული ხელი და ხელები ძალიან აქტიურად ელია და ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ზუსტად შიდა დაპირისპირების პროვოცირება. შეიძლება ახლა არც იმ კალიბრის და არც იმ მასშტაბის ადამიანებზე ვლაპარაკობდეთ ახლა ჩვენ მით უმეტეს ქვედა დონეზე. მაგრამ ერთი პირობა იმასაც ვფიქრობ, რომ ასე ფორმალიზება თავდამსხმელთა რაზმების ფორმირების, თუნდაც თავისი იდეოლოგიური შეებზადებით, რო წმინდანები და ასე შემდეგ, რასაც იძახიან, თუ ამას მართლა მიეცა შედარებით მასობრივი სახე, ამას ეს ვერ გაგრძელდება ისე, რომ მარტო ამათ მოურტყან და საწინააღმდეგოდ უშტი არავინ დაუბრუნოს. ხო, ეს ვერ მოხდება უბრალოდ ამ საქართველოა ეს არა. და შეუძლებელია ამას ვერ იაზრებდეს ქართველი, მათ შორის იმ მტკივნეული გამოცდილებისა და ჭრილობების გათვალისწინებით, რომელიც ამ ქვეყანას მოყვება აგერ უკვე 30 წელია და ძალიან ხშირად ადამიანები ბევრი ამ ქვეყანაში სიტუაციის გამწვავებისგან თავს იკავებს ზუსტად იმის გამო, რომ აი ეს გამოცდილება გვაქვს და რაც არ უნდა ცუდად იქცეოდეს რეჟიმი და ხელისუფლება, მაინც უფრო თავშეკავებულობით გამოირჩევა ხოლმე. აი როგორ ჩანს ეს რუსეთისთვის ეს სიტუაციაც მიუღებელი არის რა. ხომ აი ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ აი ეს სიგიჟე, რაც ახლა დაგვიანოსეს და რასაც ისედაც აკეთებდნენ, მაგრამ რადგანაც დაანონსეს, ხომ არ არის მიმართული ამ ტიპის პროვოცირებისკენ. არა, მაგრამ მასშტაბს არ მიიღებს. ეს ადგილობრივ დონეზე ადგილობრივი მე მგონია, რომ ჯერ სასაცილოებიც არიან, არავის არ შეშინებია მათი გამოჩენის ახლა რა. ხო და თან ისეთი პუბლიკა არის შეკრებილი და როგორც ჩან შეიკრიბება, რომ მათი არ ეშინიათ ბავშვებს. ეს ერთი და მეორე ახლა ეს არ მივა იქამდე, რომ არ არის ეს სისუსტის უძალობის გამოვლენა არის რა. ეს რაზე ნიშნავს ახლა ადრეც ცემდნენ, ჩვენც აბერერ შეცვლილა. ადრეც ცემდნენ ხალხს და ახლა დეკლარირება გააკეთეს რატო რომ იმ პოლიციის იმედს არ აქვს, იმიტომ რომ პოლიციას თავი მოკვეთეს ის ხარება რა დღეშია, რომელი ხელისუფლება დაიჯერს არავინ არ იცის. ისე რაღაცა რჩება შთაბეჭდილო, რომ ამათ ყველას მიძინა დაიჯერს. აი მის გარემოცვა შეგერ ხო არის ეს შავი პრინცი ღარიბაშვილი, ხო, რა დღეში არის, ახლა არ მიხარია ნამდვილად, არავის დაჭერა არ მიხარია. ხო, ვინც არ უნდა იყოს ის, ხო, მაგრამ მაგალითები ბევრი აქვს, ეგრე სპეცნაზის ხალხი, ხარებას ლომები, უფაფრო ლომები, ხო? დაფანტულები არიან, ვიღაცებს დაიჭირეს, მე როგორ სიტუაცია იცი ახლა. პოლიტპატიმრები რო ყავს, ყველა პოლიტპატიმარმა იცის და სინდის პატიმრებმა იცის, რომ ხელისუფლება რო შეიცვლება, გამოვალა. ისე ჯარჯებიან იქა. აქ დიდი ამბები მოხდება. აქ ხო ადამიანების ერთი ნაწილი აი საკუთარ ცხვირის იქეთ ვერ იყურება გიორგი მიზეს შედეგობრიობას არის ასეთი ხალხი მარტო საქართველოში კი არა სოფლიოში ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი მიზესსა და შედეგს ვერ აკავშირებს ანუ ლოგიკა მათთვის უცხოა სოკრატეს არ გამოუვლია აქ მე რო ამბობ კი არ ხუმრობ კაც მართლა არ ჩამოუვლია სოკრატეს ჯერ აზროვნებ ემოციით ცხოვრობენ მარტო ემოცია ცხოველსაც აქვს, მაგრამ ინტელექტი გონებით განსხვავდება ადამიანის ცხოველისგან. ხო? თუმცა ამბობენ ზოოლოგები, რომ ზოგიერთ ცხოველს აქვს რაღაცა ინტელექტის რაღაცა მცირე ნაწილი, მაგრამ ხა ადამიანთან ვერ მოაყო. აი ესენი ვერ იაზრებენ. რომ ვიღაცას რო გალახავ, მე აუცილებლად პასუხს აგებ, იმიტომ რომ ვიმეორებ, ეს არის საქართველოს ქართველები ვართ შურისმაძიებელი ხალხი. მთელი ჩვენი ისტორია არის ბოღმის ჩაგუბება და მერე შურის ძიება. ინდივიდუალურ მტრის მიმართ თუ მომხდურის მიმართ თუ იმის მიმართ რა მნიშვნელობა აქვს. ეს არის ქვეყანა, სადაც მეფე ტყვეთ ჩააგდებია მოღალატემ
ყორღანაშვილმა, კახაბერ ყორღანაშვილმა სიმონ მეფე, ჩვენი გმირი მეფე ჩააგდებია, თქვენ უთხრა ეს არისო სიმონე. ეს არისო. ხელი დაადო. მაგრამ მე იქვე გამოჩნდა ძალიან მალე პატრიოტი კაცი საჩინო ბარათაშვილი, რომელმაც წიხლი კრადა გადააგდო. თან დააყოლა, მანდერ შენზე ხელს არ გავიცვლი. გავისრიო. ეს არის ყორღანაშვილების ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს არის საჩინო ბარათაშვილების ქვეყანა. ყველა ყორღანაშვილზე აუცილებლად მოიძებნება საჩინო ბარათაშვილი. სხვანაირად არ გამოდის ესა რა. და მით უმეტეს ახლა ეს შუა საუკუნეებზე ვლაპარაკობთ ისტორიაზე და დღეს ახლა ყველაფერს ხა დაუკვირდით როგორ ეშინიათ კამერების შიში აქვთ. ბაქტერიები ვითარია. ბაქტერიებს უყვართ სიბნელე და ნესტი. იქ იყრიან თავს, სინათლე არ უყვართ. ხო? აი როგორ ხო არის ლომები რო კითხო, კამერას მიუშვე რა, იმას ტელეფონს მიუშვე და ადამიანის სახეს კარგავს. რატო? იმიტომ რომ იცის ცნობიერად არა, იმიტომ რომ ბევრს ცნობიერი არ აქვს, მაგრამ ქვეცნობიერად იცის რომ ცუდს აკეთებ. მაშინ იმალები როცა ცუდს აკეთებ. როცა კარგს აკეთებ, არავინ არ იმალებს. ნუ ახლა ძალიან მაღალი ქრისტიანული კატეგორიაა და ისე ვიმეორებ რომ იმედი მაქვს, თუმცა არ მგონია რომ ნეტარ ავგუსტინეს იცნობდნენ ესენი, ხო? მაგრამ ისე სამდე ვინმეს გალახავთ ნეტარი ავგუსტინეს, რაღაცა იდეოლოგიური. აი სიწმინდეების სია მოგვეცით რა. რო ვიცოდეთ კაცო, რაზე გაგულახავთ და რაზე არ გაგულახავთ. მოგვეცით რა, ჩამოგვიწერეთ რა, გამოაქვეყნეთ. აი ეს არის წმინდა, ეს არ არის, ახლა ბიძინა რო წმინდა, სიცოცხლეშივე გავიგეთ, ბიძინა სოტერი. გასაგებია. თქვა დღეს ხო ბიძინა ქვა მაგალითად ხო ქვა არის ისა კლდე პეტრე ხო როგორც მაცხოვარმა ბიძინა ქვა დავარქვათ ბიძინა მზე ისე 300-დან შედგება ორივე სიტყვა ახლა რაღაც დაუკვირდე კუბას კობახიძემ დღეს შუამთობაზე მოიცადა და თქვა რომ მუშაობთ კანონმდებლობაზეო და ამ ჩამონაცვალებად მოგვეცით როცა ჩვენ საუბრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც წარმოადგენენ ნომენკლატურას, არიან ამ ტიპის სისტემის კლიენტურა, სარგებელს იღებენ პირდაპირ გაგებით ბევრ კორუფციულ ტენდერები ასე შემდეგ რაღაცა. სხვა შედარებით გახსნილა შერვამობ არაბნელ, არამედ ნათელგამჭირვალი კონკურენტულ სიტუაციაში ვერც ადრე ხედავენ და ვერც მომავალში პერსპექტივას საკუთარი სტატუსის შენარჩუნების. მაგრამ მოდი ვილაპარაკოთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ამის მიღმა არიან, მაგრამ მაინც შეშინებულები კვლავ ბიძინა ივანიშვილისადმი და ამ რეჟიმისადმი ლოიალურებად რჩებიან. ანუ უკალოშე. დიდი რუსეთის შიშის. უკალოშე, ასთავარ. შესავალ სიტყვაში დღეს მქონდა მე ამაზე ლაპარაკი, შენი აზრი განსაკუთრებით საინტერესო იქნება, იმიტომ რომ თუ კი მანამდე სანამ ბორუტი ძალა პუტინის სახით უკრაინაზე ძალადობის აქტიურ ფაზას ახორციელებდა საქართველოში უკვე ამ ძალადობის შედეგად ტრაუმირებული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამას არ უყურებდა აღფრთოვანებით, მაგრამ სწორედ შიშის გამო იძულებული იყო იმაზე უფრო თავშეკავებულად მოქცეული იყო დაეხუჭა თვალი თუნდაც ბიძინას გარკვეულ საქციელზე და გადაწყვეტილებებზე. გასაგებია გიორგი. მაგრამ გაუგებარია რუსეთის სიყვარული. რუსეთის სიყვარული კიდე ცალკე ამბავია, მაგრამ ახლა სხვა გეოპოლიტიკური ტრენდია, სხვა გეოპოლიტიკური დინამიკა. ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ კიდევ უფრო დიდ სურათში, როგორ ხედავ აი ამ დინამიკას, შენ რო გვინდა ისე სწრაფად და ჩქარა არაფერი ხდება, მაგრამ არსებობს ისტორიული კანონზომიერებები და ამ ისტორიული კანონზომიერებების კონტექსტში როგორ დაინახავთ? პირველი ისტორიული კანონზომიერება არის ის, რომ იმპერია არის ცოცხალი ორგანიზმი, მას აქვს დაბადება სიღმაწვილე, სიმწიფე, მე რაღაცა სიბრძნესაც აღწევს და მე სიბერე და მე ყდომა. და მე-20 საუკუნე მარტო მე-20 საუკუნე არ არის, ეს მე-2000 წლეული დასრულდა. ჩვენ გადმოვედით არა 21 საუკუნეში მარტო ახალ საუკუნეში, არამედ ახალ 1000 წლეულში გადმოვედით. 1000 წლეული
მარტო ქრონოლოგიურად არ მოქმედებს, ფსიქოლოგიურადაც მოქმედებს რა. ათასწლეულებიდან გადასვლა ძალიან დიდ ცვლილებებთან არის ტრადიციულად სამყაროს ისტორიაში. მით უმეტეს რაღაც ციფრულ ეპოქაში. მაგალითად 3000 წლის წინ ბრინჯაოს ხანის კატასტროფა, 2000 წლის წინ ქრისტიანობის შემოსვლა, წარმართობის დაისი და ქრისტიანობის აღმავლობა, მეორე ათასწლეული უკვე ახალი ჯვაროსნების ლაშქრობას მოყვა ახალი ინტელექტუალური აფეთქება. ხო და ახლა 21 საუკუნე დაიწყო, ხო ახლა ცვლილებებს ხო ხედავთ. პოსტ პოცდამის სამყარო დამთავრდა, ახლა ის სამი გენიალური კაცი ახლა მოგწონს, ჩვენ არ მოგწონს, მაგრამ სამეული სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი, მათი შექმნილი მშვიდობა, რომელიც ბალანსზე იდგა, სხვათა შორის იწინასწარმეტ ყველა სტალინმა, რომ ნახევარ საუკუნე ეს იმუშავებს და ვერ ჩამოინგრევაო. ხო, მაგრამ ისე ზუსტად ასე მოხდა რა, 90-იანებში დაიწყო ჩამონგრევა რა იმან. პოცდამის სამყარომ, ხო, ბალანსის სამყარომ და ახლა ხედავთ, რომ დაიწყო გადმოყვა ეს რელიქტი რა, ეს რუსეთის იმპერია არის, აი კლასიკური გაგებით იმპერია, რომელსაც არ აქვს ადგილი 21 საუკუნეში, მე-3 ათასწლეულში არ არის მისი ადგილი რა. მერე სიდიდე ბევრს ესმის პირდაპირი გაგებით, რომ ახან ყველაზე დიდია ტერიტორიით, ამიტომ ყველაზე მაგარია და არა და ისტორია არის გამოუსწრებული, როცა პატარა მოცულობის ქვეყნებს გაუმარჯვიათ და წარმატებისთვის მიუღწევიათ და თანამედროვეებაშიც ახლა რა. ორი კახეთის ხელა არის ისრაელი, მაგრამ სამხედრო პოლიტიკური ეს არის ჰეგემონია რეგიონის ულაპარაკოდ. სხვათა შორის ისრაელიც არ მოწონთ ქოცებს, ირანის მხარეზე არიან, ჰამასის მხარეზე არიან. ხო ნახეთ რა ისინი ჭირისუფლები არიან. ხანდახან თავი კაცად დადიან იქ. ხო და ეს ცვლილება მოხდება, იმიტომ გადმოყოლილია და ისა ძველი წესებით მოთამაშე იმპერია არის მიუღებელი. ახლა განა იმპერიუმი, ანუ საყოველთაო გავლენა, უნივერსალური გავლენა მსოფლიოში, როგორ არ არის რაღაცო ჩინეთი ასეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ ესა უფრო გავლენების იმპერიები, ესენი არ იბრძვიან კლასიკური გაგებით, ხო? აქ არის ვაჭრობა, აქ არის ხელოვნურ ინტელექტში შეჯიბრი დაიწყო, ხო? ცვლილებები არ მერე ამ დაპირისპირებაში ხო საშუალო და მცირე ქვეყნების შანსებიც გაჩნდნენ. აგერ ჩვენი ორი მეზობელი უცებ მორიგდნენ. ხო არავის არ ეგონა და რამდენჯერ მithქვამს მე რომ ადრე თუ გვიან სომხები და აზერბაიჯანელები შვიდობას დაამყარებენ, იმიტომ არ არსებობს მარადიული ომები, ტყუილია. შეიძლება სიძულვილი იყოს მარადიული, მაგრამ მარადიული ომები არ არსებობს. იმიტომ ფიზიკურად, მორალურად ვერ უძლებენ ამას ხალხები მარადიულ ომს რა. 100 წლიანი ომი ვიცით საფრანგეთს და ინგლისში, რომელიც უფრო მეტი იყო, მაგრამ იმას შესვენებები ქონდა, სულის მოთქმებიც ქონდა ხანდახან, ხო, მაგრამ დადეს ხო ხელშეკრულება. ორივე ერთმანეთისგან განსხვავებული თამაში თამაშობს რა. აზერბაიჯანი რეგიონალ კავკასიის თვალსაზრისით თუ ნომერ პირველი სამხედრო პოლიტიკური და ეკონომიკური სახელმწიფო გავლენა აგერ საქართველოში ხალხს გვინიშნავს ალიევი. უღრმეს პატივისცემა აზერბაიჯანელებს და აზერბაიჯანის ფასი მე რო ვიცი ისე უნდა შირვანის მუსლიმური შირვანისა და ქრისტიანული ბაგრატიონების სახელმწიფოს ურთიერთობა ეს არის დღეს ცივილიზაციების დაპირისპირების პირობებში ეს უნდა ისე ქრესტომატია ეს უნდა ისავლებოდეს როგორ ახერხებდნენ შირვანელები და ქართველები ერთმანეთთან ურთიერთობას და მოყრობას და თანაბრძოლობას საერთოდ ერთად ვიბრძოდით ხო გამონაკლისი ასეთი არის სიცილიის ნორმანების სამეფო ესპანეთი იქაც ომი მიდიოდა შირვანის და საქართველოს ურთიერთობა ხო მაგრამ ეს კაცი ხალხს გვინიშნავს აჭარაში დაგვინიშნა კაცი აქამდე ხო ეკონომიკური გავლენების ქვეშ მოვეკეცით ენერგეტიკული გავლენების ქვეშ მოვეკეცით მაგრამ ახლა თანამდებობებზე ნიშნავს ხალხს ისა ხო და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყუდამოძვრებული დაძლებდა ბიძინას ოტერს და მაგას. ხო? კაცს რომელსაც თანამდებობა არ აქვს. ეს არც ავტორიტარული ქვეყანას თავისი ის აქვს იერარქია. მითხარით რა იერარქია აქვს ბიძინას? დინარაძე ხანი ქაღავს, ახლა პურის ცხოველების სამინისტრო შექმნეს. მერე ალბათ დაიჭერს. ხო, არ იცის, რა იცის, ახლა მე საერთოდ იდეა მაქვს, რომ ბიძინას ვაჩუქოთ ქართულმა ხალხმა დიდი გლობუსი. იმიტომ ბიძინას ბრტყელი გონია დედამიწა, სხვებით გარშემორტყმული. ხო და
არ იცის ამ კაცმა ეშმაკი კაცია, ჭკვიანი კაცია, ცბიერი კაცია, მაგრამ ეს არაა საკმარისი სახელმწიფოს მართვისთვის. იმართება ეს ქვეყანა. სახელმწიფოს მართვა რა არის? კრიზისების მართვა, დროსტარების დროს და ფულის მოპარვის დროს, რავი, ყველა იპარავს. ეს ადამიანის ბუნება არა მოიპაროს რაღაცას, რო ნახავს უპატრონოთ, ხელი წავლოს, აიღოს სახში, მაგრამ სახელმწიფოს მართვა ეს არის? ნებისმიერ კრიზისზე ნოლი აქვს რეაქცია, ჩვენ რა შუაში ვართო. კვლელობებია ქუჩაში, ჩვენ რა შუაში ვართო. დენი ურტყამს ბავშვებს, ჩვენ რა შუაში ვართო. თოვლი რომ მოვა ავარაზიზავს, ზამთარში ყველგან მოდის თოვლი. ქალაქი რო იტბორება? ქალაქი იტბორება, ასე იტბორება და კიდე კაი ახლა ვენეცია არ იციან რომ დატბორილი ქალაქია, თორე იტყვე ვენეციაც იტბორება, რა მოხდა მერე? ყველგან ხდება ასე, არ ხდება ყველგან ასე. არ ხდება. კაცს კლავენ ქუჩაში, მაგალითად სკანდინავიის ქვეყნებში, შეიძლება კაცი მოკლა. მაგრამ ამას აუცილებლად მოყვება სულ ცოტა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა. ესენი ძახიან ანგელოზები ვარ თუ კაცო, ანგელოზებიო. საერთოდ ბიძინა ანგელოზების დასმოყავდა და გადმოუვარდა და ჩვენ დაგვეცა თავში ანგელ. ანუ მდინარეს არ ჩამოუტარებ. არა, მდინარეს ვერსიაში რასაც ყვებოდა. მოსე გადაცემის მიმდინარეობის შარუკი და ბიძინა. საინტერესო წინადადებები მოდის, ანუ შეიძლება ითქვას კონკურსივით გახსედი. უკვე არ წავიკითხავ ხა რა წინადადებებიც არის. ბიძინა ყვირილელი. რატომაც არა? რო დაუბრუნდეთ იმპერიების და ამიტომ რუსეთის თემა დარჩა ესა, ხო? ახლა რუსეთს შეეძლო მოდერნიზება. კაცო, როცა სივრცეებს ვეღარ აკონტროლებდა ბრიტანეთის იმპერია, რომელიც ომიდან გამარჯვებული გამოვიდა, კოლონიებზე უარი თქვა. და მე ამას ნებაყოფლობით გაშვებას მოყვა ის, რომ შეიქმნა უზარმაზარი პოლიტიკური, ეკონომიკური და ცივილიზაციური, მე რომ მკითხოთ, ბრიტანეთის თანამეგობრობის კავშირი. 56 ქვეყანა შედის, მე მგონი. შენ როცა მიდიხარ შენი კოლონიიდან, გააჩნია როგორ მიდიხარ, მიდიხარ როგორც ბრიტანელი თუ როგორც რუსი, რომელიც არ უშვებს არავის. რატო არ გიყვარვართ ამისთვის რაკეტებს გესვრის? ასეთი რამე გაგიგია? იმიტომ რომ ურდო მისი გენეზისი მოდის ოქროს ურდოდან ესხობა, როცა უკრაინელი ერთი ხალხია მაგი, ხოცები ძახიან. უკრაინელები და რუსები ერთი ხალხი არ არიან ერთი ხალხი. როცა შეიძლება თავის დროს შეიძლება კი მართლა იყვნენ, თუმცა ხალხი და ერის ცნება მე-18-სა, მე-17, მე-18, მე-19 საერთოდ გაბატონდა ნაცია, ხო? საერთოდ ნაციის ერის ჩამოყალიბების საფუძვლები პირველი პიონერი ამაში იყვნენ ფრანგები. რიშელიემ დაიწყო, როცა ეროვნული ინტერესი დააყენა დინასტიურზე წინ და რელიგიურზე წინ. კათოლიკური საფრანგეთი პროტესტანტების მხარეზე იყო. ხო? რიშელიეს დროს მე-19 საუკუნის შედეგი არის, იმიტომ რომ აი ძველი რუსეთი, რასაც ის კიევსკაია რუს რო დაარქვეს, ხო? ის კი იყო ერთი სივრცე, ეთნიკური სივრცე იყო, თუმცა მონოეთნიკური არ იყო, იქ უგოროფინები ჩედიოდა, თურქული მოდგმის ხალხები ჩედიოდა, ბალტური ხალხები ჩედიოდა, ხო, მაგრამ მერე რო გაიყო ეს დღევანდელი რუსეთი, რაც არის ურდოში აღმოჩნდა და ის აღმოჩნდა მაგდებურგის სამართლის ქვეშ, კიევი. ჯერ იყო ლიტვის დიდი სათავადო და მერე იყო რეჩპოსპოლიტა. აი ფილმი ხო გაქვთ ნანახის ტარას ბულბა შვილები რომ მოდიან სახლში სასწავლებლი და აი რუსების გადაღებულია და სხვათა შორის ახლა წიგნი წაკითხული არავის არ ექნება ნანახი ხო გაქვთ ფილმი იმ შვილებს რო აცვიათ ის ფორმა ვისი ფორმა აცვიათ იეზუიტების სკოლიდან არიან მოსულები მაგდებურგის სამართალი იყო იქ და ამარ სამართალი ერის ჩამოყალიბებას განსაზღვრავს ამერიკელი ერის ჩამოყალიბებას სამართალმა, რომაელი ერის ჩამოყალიბებას სამართალმა, თორე რომაელი შეიძლება ლათინი ყოფილიყო, ბერძენი ყოფილიყო, სირიელი ყოფილიყო, არაბი ყოფილიყო, კელტი ყოფილიყო, რა ვიცი. სამართალი. აი ამ სამართალს, ამ კოდექსს ვემორჩილებ. ერის ერთ-ერთი მსაზღვრელი ეს არის. ხო? იმან ჩამოაყალიბა ის წავიდა ჩინგის ყაენის კანონმდებლობით, სადაც ყაენი არის ყველაფრის უფროსი, ხო, დიდი თენგრის ძალაუფლება აქვს, ხო, მზის სიმბოლო იყო და დიდი თენგრი, ლურჯი ზეცა, ხო?
და ეს იყო რომაულ და ქრისტიანულ სამართალზე შექმნილი და ამან გააყო ეს ორი ხალხი, კაცო. და 600 წელი ცალ-ცალკე იცხოვრეს. 600 წელი ერთ თაობაში ადამიანი იკარგება. და აღარ ქონდათ საერთო არაფერი. და მე ესე ახლა რუსეთის და უკრაინის ურთიერთობა როგორი აბსურდია, იცი რომ ამერიკელებმა რო გამოაცხადო, რომ ბრიტანეთი გვეკუთვნის ჩვენ. ლონდონი ჩვენია. ასე რო გამოაცხადო. ან ავსტრალიელებმა რო დაიწყო ომი ინგლისთან, რომ რა ჩვენია, ჩვენი იყო ესა და რო დადგან ავსტრალიაში მაგალითად რო დადგან რიჩარდ ლონგულის ძეგლი, ახლა იქ შეიძლება კიდე დადგა. ვლადიმერ კრასნასოლნიშკა ასე ეძახა, ვინც მონათლა სლავები, ხო? მოსკოვში დადგეს მისი ძეგლი, მოსკოვის ერთ არ არსებობდა და იმ მხარეს ნამყოფი არ არის. აი ასე არის რა, აჩემებები და ესენც იმათ დაემორჩია. ქართული ოცნების პროპაგანდა უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში არის ასლი გადმოწერილი იმ პრეისკურანტის, რაც აქვს რუსებს, რომ უკრაინელები არ არიან თლაჯანზე, უკრაინული ენა არის რუსულის დიალექტი, უკრაინული ენა არის სლავები არიან რუსები, უკრაინელები თლათკაი სლავები არა და მარტივად ითვლება სხვა სლავური ენები, რო ავიღოთ პოლონური, ჩეხური, სერბული და ასე შემდეგ, რო ავიღოთ, იმასთან უფრო ახლოს არის უკრაინული ენა ვიდრე რუსულთან. რუსული არის გაჯერებული მონღოლიზმებით და თურქიზმებით და სხვათა შორის ფინური და უგოროფინური სიტყვებით. არა, გენეტიკა დაათვლილია ეგრე, ხო, დაითვალეს 80% სლავური არ არის რუსებში. არის უგოროფინული, ან ბალტური, ან თურქული. და სლავების წინარე სამშობლო, პროტოსამშობლო განსახლება საერთოდ იყო დუნაის შუაძელიდან დნეპრის ჩათვლი. უკრაინა არის საერთოდ არა მარტო უკრაინელების სამშობლო, არამედ საყოველთაოდ სლავები იქიდან განსახლდნენ. აი ჰეროდოტეზე ხო ვილაპარაკეთ ჩვენ, მიწათმოქმედი სკვითები, ესენი არიან, სლავები არიან, უკრაინელების წინაპრები არიან. არ უნდა ამას ვერაფერს ვერ უზავ. ისტორია გონია თამაში და ბიჭო ფაქტები არის ხო, რაც ვიცით, რაც დანამდვილებით ვიცით, ხო ახლა როგორ შეიძლება ის ქალაქი დაემორჩილოს იმ მეორე ქალაქს, რომელზედაც ის 700 წლით უფროსია. კიევი არის 700 წლით დადასტურებულად უფროს. კიევი რომ მე-5 საუკუნეში არსებობს, როგორ დაითვალეს, ხო იცი? ეგვიპტეში ნახეს ებრაელის მიწერილი წერილი მეორე ეგვიპტელ ებრაელზე, სადაც კიევია ნახსენები. უკვე ქალაქი. ქალაქი, ხო, კიეველი ებრაელი წერს ეგვიპტელ ებრაელს წერილს და ეს წერილი არსებობს და ამით დასტურდება, რომ უკვე კიევია. თან ებრაელი ცხოვრობს, ებრაელი რო ცხოვრობს, იქ უკვე ვაჭრობა არის, იქ კომერცია არის და თავის პარტნიორია თუ ნათესავი, ახლა მაგას ვერ გავიგებთ, მაგრამ ეგვიპტეში წერს, კიევიდან წერს ამას. მოძებნო რა მოსკოვის შესახებ ასეთი რამე ბაყაყები ყიყინებდნენ 700 წელი კიევის მერე. ახლა ის რო ნახეს, რომ ის ებრაელი წერს, ერთი 100 წლის დასახლებული პუნქტი ხო მაინც იქნებოდა. იმ წელს ხარ დაიბადა კიევი, როცა ეს წერილი გააგზავნა. კუბა ძალიან საინტერესოა, რასაც გვიყვები და გადმოვინაცვლოთ ხა დღევანდელ ვითარებაში. პუტინის მდგომარეობა, ტრამპის და მისი ადმინისტრაციის დამოკიდებულებების ტრანსფორმაცია თან ყველაზე ვერ ვიტყვით. ხა რუბიო ყოველთვის თავშკავებული იყო ამ ნაწილში, მაგრამ მაინც ამერიკელი სამხედროების კეთილგანწყობის და დაფასებულობის ზრდა უკრაინის სამხედრო პოტენციალის მიღწევების განსაკუთრებით არა მარტო ტექნოლოგიურ დარგში, გარკვეული სირთულეები, რომელიც თავად ზელენსკის ბოლო ხანებში ჰქონდა, იქ თავდაცვის და გენერალური შტაბის უფროსთან დაკავშირებით, რომელიც თითქოს განიმუხტა, მაგრამ მაინც
ჩანს რომ აი ჩიდა დემოკრატიის ქვეყანა არის უკრაინა ეს არ არის რუსეთი, იმიტომ რომ ომის დროსაც კი ამ ხელა მიტინგები და აქციები. სამაგიეროდ თავარსარდალი მიიღეს საუკეთეს. ხო, აი დღევანდელი დინამიკის გათვალისწინებით, რაც ხდება რუსეთში, სიახლეებში, სიღრმეებში დარტყმები, ინფრასტრუქტურაზე შეტევა, მათ შორის აი ამ სოციალური კონტრაქტის დარღვევა, რაზეც იდგა პუტინის ძალაუფლება, რომ მე თქვენგან ყველა უფლებას წავიღებ, მაგრამ კარგად გაცხოვრებ. კარგად ვეღარ ცხოვრობენ, ნელ-ნელა უკვე ეს პრობლემები ჩდება. აი, სანამდე მიიყვანს ეს არა მარტო კონფლიქტს, არამედ რუსეთს მომავალს. პირველი ერთი რომ უკრაინა უფრო კომპაქტური და აქედან გამომდინარე უფრო ძლიერი და ელასტიური ქვეყანა არის. უკრაინა აძლევს თავის თავს უფლებას, რომ გაგანია ომის დროს შეცვალოს გლავკომი, ანუ თავდაცვის მინისტრიც და თავარსარდალი. ხო, თავარსარდალი. ხო, იმიტომ რომ ზელენსკი უმაღლესი თავარსარდალი, ხო. და შტაბის უფროსი. რუსეთში ახლა შეცვალოს იგივე როქნა, შეიძლება ჩამოეშალოს. იმიტომ მთლიანად გერასიმოვზე დგას ისა, ხო? მე რა შეეხება შენთანა მაქვს ნათქვამი ახლა ტრამპის ამპლიტუდები. ხო. ადახრევ ხანიქეთ, ხანაკეთ, ხო ახლა? ტრანზაქციულობად ეძახი. შენთანა მაქვს ზუსტად ნათქვამი, იმიტომ რომ სხვა ტელევიზიებში მე აღარ გამოვდივარ, როცა ტრამპს ჰქონდა რაღაცა აჩემებები, ასე შემდეგ. ვიმეორებ ახლაც, გეოპოლიტიკა არ არის სურვილებზე აწყობილი. გეოპოლიტიკა აწყობილია იძულებებზე. იძულებული გახდა ტრამპი. რომ მოტრიალდეს უკრაინისკენ, თორემ კონგრესიც ვისა მთლიანად სენატიც და წარმომადგენლობის პალატაც უკრაინის მხარეზე დემოკრატებს და რესპუბლიკელების უმრავლესობას თუ არ ჩავთვლით მაგას წარმომადგენლებს, რომლებმაც ახლა აი უცებ პროუკრაინული დაიჭირეს, ხო? ანუ უკრაინამ დაარწმუნა ყველას, რომ არ არის მსხვერპლი, უკრაინა შეიძლება იყოს გამარჯვება, ხო რა, როცა სუსტი და ძლიერი ერთმანეთს ებრძვის, თუ სუსტი დარჩა ფეხზე, ის უკვე გამარჯვებულია. ძლიერი, რომელიც სუსტს ვერ ერევა, ის დამარცხებულია უკვე. დღევანდელი თვალსაზრისით გეოპოლიტიკურად, ეკონომიკურად, მორალურად, სამომავლოდ ეს ომი დამთავრდება, ხელშეკრულებაც დაიდება, აი პრობლემები რუსეთს მერე ეწყება. იმიტომ რომ რუსეთი არის ყველაზე არასანდო პარტნიორი. რამდენი წელი დაჭირდა ჯერ გორბაჩოვს და მერე ელცინს, რომ რაღაცა ნდობა გაჩენილიყო რუსეთის მიმართ, იმიტომ რომ ნდობა საერთოდ მაგ ქვეყნის მიმართ არა მარტო საბჭოთა კავშირის დროს კია, მანამდედაც შუა საუკუნეების ევროპული კარტოგრაფია რო აიღოთ, რუსეთის ტერიტორიას აწერია ერთი დიდი სიტყვა ტარტარია. გრან ტარტარია, დიდი ტარტარია. ახლა ტარტარია რა იგულისხმება თათრების ტომი, მონღოლური თუ ბერძნული მითოსის ტარტაროზე? მიდი და არ ყვიე ახლა. ხო? მათთვის ამოუცნობი სამყაროა და თან აგრესიული სამყაროა და კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ამიტომ ხედავთ მე რა ევროპა რომელსაც ყველაფერი ეზარება, ყველაფერი სიცოცხლე ეზარებოდა ბოლოს ევროპას, ხო? ახლა ნახეთ როგორი კონსოლიდაცია მე. აქ ხურები ევროპა დაიშლება, ნახე რა მოხდება, შეხედე ის გავა, ეს გავა. ხო იცი დღესაც ლაპარაკობენ. არა აქვს წარმოდგენა ზოგი თავისი ბოროტი ბუნებისა გამო, ზოგი საერთოდ რუსეთის მომხრეები ცხოვრებაში არიან ლუზერები, ხელმოწარული ხალხი არიან. აეროპორტებში რო იკარგებიან. სხვათა შორის მეც ვიკარგები აეროპორტში, მაგრამ მაგმიზეზით არა, სხვა რაღაცებზე ფიქრობ. რაღაცა რო არ შეუძლიათ, რაღაცა აი ბარბაროსის მე ხომ აქ ბერძენი და ძველი ბერძენი და ძველი ბარბაროსი. ძველი ბერძენი რომ მოიყვანო აქ სტუდიაში, შუქები მოეწონება. მაგრამ 15 წუთში გადაუვლის და აუხსნე ახლა შენ ახლა მე ვერ აუხსნა ხე შუქი საიდან მოდის, მაგრამ შენ აუხსნე და მიხვდა და დაждდება საუბარს და მანქანის დარებას ისწავლის. ახლა თუ წაიყვან და კარგად ამეცადა 1-5 წელიწადში თვითფრინავსაც ატარებს ის, მაგრამ აი ბარბაროსი რო შემოიყვანო და ხე შუქი აჩვენო, შეიძლება ჯავრით მოკვდეს. ან შიშით. ამ ყაესროლოს. დაამსხროს და შენ ჩაგარტყამს თავში რა. ხო, აქ ხო ყველაფერი უფლის სახელით აკეთებენ.
ეგრეთ წოდებული უფლისახე ის მესიის მახვილი იყო, ესენი არიან მესიის აგურები. აგერ გვიპირებენ, რომ ჩვენ ვიცით უფალს რა უნდა, ჩვენო ვიცითო და გაგლახავთ ამეთი. ერთი მოციქული 4 სახარებაა, ხო? ამბობენ, რომ სხვა სახარებებიც არის, არაკანონიკური, ხო? მაგრამ დავანებო 4 სახარი, რომელმა მახარობელმა გითხრათ, კაცი გალახეთო, მითხარით, კაცო. რანაირი ქრისტიანები არიან ესენი? ესე იგი, ერესში წასული, ახლა კანონიკურ ქრისტიანობას კი არა, ქალკედონის ქრისტიანობაზე აღვლაბარაგობ ახლა. კანონიკურიდან წასული ერესი რაც არის, ისენიც კი არ ამბობენ, რომ ვიღაცა გალახეთო, კაცო. და ესენი აპირებენ გამოვალთო ახლა ჩვენ და გაგლახავთო. ჩვენ ვიცითო, ესენ გვეუბნებიან, სიწმინდე რა არისო. ამიტომ ჩვენ არ ვიცით და ამიტომ მოგვეცით სია, რაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რაზე არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ნუ ბიზნესზე რო არ შეგვიძლია გასაგებია და გეთანხმებით, რომ არის მხსნელი, სოტერი, ქვა, მზე და კალაჩია ნაპოვნი. როგორც სარგონ დიდი, შარუქინი, ხო? და როგორც მოსე, აგერ ბიზნა გვყავს. ახალი მოციქული გვყავს. ჩვენ ქართველებს მოციქულები ხო გვჭირდება და აგერ აგვყავს. სხვამ რა უნდა გვასწავლოს. ხო, ასე არის და ეს რუსეთი თავდება ახლა სხვათა შორის ამათ უჭირთ იდეოლოგიურად, იმიტომ რომ მთელი ამათი არსება არის ადუღებული ახლა. ტვინზე ვერ ვიტყვი, რაც აქვთ თავში რაღაც ნერვული კვანძი რო არის, ფაქტი არის. აი იქ მედის მოკლე ჩართვები რა, რომ ეს უკრაინელები ამ სიშორეზე როგორ ისვრიან. ეს ხო სამდღეში ხო უნდა დამთავრებულიყო ეს. როგორ ისვრია? მაგაზე ის პასუხი აქვს, რომ დასავლეთი აძლევს. ხო. მოდის ცუდი დასავლეთი, რომელიც აღარ არსებობს. კარგი, დასავლეთი აძლევს, მაგრამ ეს გენიალური დიდი შორსჭრეტელი პუტინი, ხო, მრავლის მომცველი გონებით და რა ვიცი, სამყაროს გონზე მიერთებული. რატო არ გათვალა, რომ დასავლეთში ელო მიხმარებოდა? რატო არ გათვალა? როგორ ახარ გენიალური? შეიძლება იმიტომაც რომ იყო დრო, როცა დასავლეთი ისეთ აქტიურ ნაბიჯებს არ დგავდა და თავად უკრაინელებს რო არ ევარგათ. გიორგი, გამარჯობა შენ. ეგაა პროპაგანდის პრობლემა. პროპაგანდის თავად პრობლემა იცი რა. საკმაოდ სახიფათო რამე. სხვასატყუებს და ბოლოს მე თვითონ ტყუილდება. უკრაინელები გველოდებიანო იმდენი იძახეს, რომ ეგონათ თვითონ. ამ წმენით პუტინი აგზელებს ახლა სხვათა შორის. სხვათა შორის არ ახლა შენს ედიტორიალს უყურე ყოველთვის ხელს ვაწერ ყველაფერს, მაგრამ ერთ რამეში არ გეთახმე. პუტინს აღარ ჯერა რომ მოიგებს. ცხვირპირზე ეთყობა. გამოსავალს ეძებს. გამოსავალი რა არის? ხელშეკრულება უკრაინასთან ყოველ შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტა. ცეცხლის შეწყვეტა და პუტინის აყირავება რუსეთში. ეს არ იქნება ხალხის ბუნტი, თუმცა ბუნტი რუსკი ბუნტ. ხო? სმუტა. აი ეს ხალხი რო დაბრუნდება იქ. ამას დაანებეთ. ეგ ცალკე თემა არის, მილიონი კაცი მსკვლელი რო ჩავა, მაგრამ ფაზაში გააგრძელოს. რუსეთი ასევე გამოირჩევა ტაბაკერკის თავში ჩარტყმით. ეგ არის ქვეყანა, სადაც იმპერატორებს კლავდნენ და გუდავდნენ. წაგებული цаრი რუსებს არ უყვართ. ძალიან არ უყვართ და უკვე წაგებულია. მე უკვირდები სულ Z პროპაგანდისტების არხებს უყურებ და სულ ვამოწმებ რა. აი ეთყობათ უკვე რომ არის უკმაყოფილება აღარ არის, იღრინებიან და ლანძღავენ უკვე. უკვე დამკვიდრდა Z კრემლე. ასე ეძახიან. ხო? და ეს სამდემიო და ესენ მოუმატებენ უკრაინელს ბალისტიკა ჯერ არ ჩაურთიათ. ზამთარი რო დადგება, კიევს რო ყინავდნენ. ეს აძლევს უკრაინას სრულ უფლებას, რომ გაყინონ რუსეთი და იმ თბო გამტარებლებს რო დაარტყამენ და გამანაწილებლებს რო დაარტყამენ და თელ ქალაქებს და თელ მასივებს რო გამორთავენ და უკრაინელებს ევროპელები ეხმარებიან. რა თქმა უნდა, გენერატორებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ თავის სისტემაში ჩართვა. ესე როგორ აპირებენ ცხოვრება? ჩინეთს ატყობთ როგორი მოკავშირეა რუსეთის. აი რო არ გაიგუდეს და შიმშილით რო არ მოკვდეს, აი იმდენს აძლევს. ჩინეთი ცალკე თემაა. ამათ რო თავიანთი მოკავშირე გონიათ.
ჩინეთი მართლა ძალიან დიდი თემაა და ერთი საუბარიც არ ჩინეთი არის გრანდიოზული თემა არის და ეს ცალკე სახელმწიფოებრივი ფილოსოფია არის და რადგან დრო გვეწურება, მადლობა მინდა გითხრა. დიდება უფალს, დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას. და ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მაყურებელს, დროების მაყურებელს, ფორმულას მაყურებელს, რომ გადაცემათა ციკლი დროების YouTube არხზე ისტორიის შესახებ, რომელსაც შენ უძღვები, მოგზაურობა წარსულში. თან მალე რომზე გადავალთ. აი ზუსტად ეს მინდა რომ დავაანონსო. სექტემბრიდან რომზე გადავალთ. ბოლომდე უკვე დასრულდება დიადოხოსების ეპოქა, ვიწამდევნებ თვალს აქტიურად ხარ ჩართულები. ანუ ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრეობა ეს ეპოქა თავრდება და ჩვენ ვიწყებთ უკვე დიდ რომს. უაღრესად საინტერესო ეპოქაზე საუბარს არ გამოტოვოთ, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი, აი მითითებული არის ძალიან მარტივად შეძლებთ რომ გახდეთ აი ამ თანამეგობრობის როგორც გუბაზი უწოდებს და ჩვენი ჰეტერის წევრებიც და რა თქმა უნდა ფორმულას და დროების სტუდიაშიც ვეცდებით რომ ხანდახან ბატონი გუბაზი შემოვიტყუოთ ხოლმე